ესე, თქვენი ცით ბიჭებო, მიხედეთ ამან. მადლობთ რომ გვესტუმრეთ. გაგვიხარდა? რო ვიცოდეთ ვინები ხართ, უფრო გაგვიხარდებოდა. აბაშა სავსე ნიჭიერი ხალხით, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. და დღეს გვინდა ამ გამონაკლისზე ვისაუბროთ. აბაშას ბევრი დიდი ქართველი გაუზდია და ეს ორი ვაპატიოთ ახლა. ატა და შოთიკო შენაკიდან არიან. თუ აბაშიდან. კი, მაგრამ აბაშენებმა გვითხრეს ხმამაღლა არ თქვათო. დღეს აქ რომ მოვდიოდი, მარშრუტკაში მირას უსმენდი. მძღოლს გქონდა ჩართული? არა, ჩემს უკან ისხდნენ და მთელი გზა პირი ვერ გააჩუმეს. სინამდვილეში ჯგუფი მირაჟი ყველას უყვარს. დიახ, ყველა ოჯახის წევრს. პაატა და შოთა ძმები არიან. მოკლედ ეს მეგრერები რა. ჯგუფში სხვა კი არ მოიყვანეს, ორივემ თავისი ძმა დააშაქმა. შოთიკო რომელი? მეორე. მეორე რომელია? პირველი სკვერდით როჯის. პაატა პირველი ხმა, შოთა მეორე. ბიჭო, გამაგებია, შოთა რომელია? ეს შედარებით სიმპათიური რომელიც. მოიცა კაცო, სიმპათიური რომელია? ეს кайიყო. გაგიხარდა ხო? ხო, დააბრალე. აბა ძალიან кайიხარდა. ეგეც მე დამაბრალა. გააგზელეთ ბიჭო. შენი აზრით რომელს უფრო кай ხმა აქვს? მაინც ამორიდან უნდა ვიციო. შოთიკო და პაატა ისე შეხმატკილებული ძმები არიან. შოთიკო რო აცემინებს, პაატა ცხვირს იხოცავს. ჯგუფში ერთ-ერთმა წერმა ცხვირს პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. როგორც ხედავთ, ყველა ოპერაცია წარმატებით ასრულდება. აია. ორივე ძმას დამთავრებული აქვს მუსიკალური შვიდწლედი. არა და რასაც ესენი მღერიან, მაგას შვიდის სწავლა საერთოდ არ ჭირდება. ბოროტიენები ამბობდნენ, რომ მირას არავინ მოусმესო. მერე ხალხმა მოусმინა და შეუყვარდათ მირაზი და ახლა ის ბოროტიენები აქ ზიან სინთეზატორთან და იცინიან. ამჯერად მართალია რომ მირას საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია აქვს? კი, აბა ხმის ჩამწერ სტუდიაში არ უშვებენ. ბიჭები აჭარულ სიმღერებსაც მღერიან. ამიტომ მეგრერები და აჭარები ხშირად დაობენ ჯგუფ მირაზე. არა თქვენიო. ატა ამბობს ჩვენი სიმღერა სამლარად მომყიდესო. გაფიცებ, შენი სიმღერა მაქელაფაშად რამ გაღიდია? არაფერზე ვდარდობ, არაფერი მიჭის. ამ სიმღერაზე კლიპი უსახსრობის გამო ვერ გადაიღეს. თუ კარგად დააკვირდებით ბიჭებს ისეთი სევდიანი სახე აქვს სიმღერის დროს, გეგონება ორივემ ერთმა და იგივე გოგო მუთხრა უარია. ჯგუფი მირაჟი დიდი ხანი არსებობს და კიდევ დიდი ხანი არსებობს. ასია, ღმერთსაც ხომ კაიები უნდა თავისთან. პატას აქ ნათქვამი, მაგრამ პრინციპში ვის რაში აინტერესებს რა პატას ნათქვამი. ჩიგარი ხარ ეგრე. გაგიხარდა ხო? მოკლედ, თუ რამე გეწყინათ, ანდაც რა უნდა გეწყინოთ, თქვენ ხომ არაფერზე დადოთ, არაფერი გიწით ახლა. ბრავო. არ ვიცი. ბრავო.